საქართველოში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. მომიტინგეები უკვე 56 დღეა მთავრობის წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურ აქციებს მართავენ. მომიტინგეების მოთხოვნაა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირები. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. საპროტესტო აქციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან. ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი აფასებს. ირმა ინაშვილის განცხადებით ქართულ ოცნებას კრიზისის აღიარება არ სურს, რაც არის სამწუხარო ფაქტი. ირმა ინაშვილმა მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ქმედებები გააკრიტიკა. თუ პრობლემა არ დაინახე, თუ ეს პრობლემა არ აღიარე, რომ პრობლემაა, რაც ხდება გარეთ თუნდაც და არ იზრუნე იმაზე, რომ ეს გამოსწორდეს. ჩვენ ნანახი გვაქვს ასეთი ხელისუფლებები და მე ამ ტელევიზიაში ნანახი მაქვს ერთ საათში როგორ მოხდა ვარდების რევოლუცია. შენ დროზე უნდა იმოქმედო ამ ახალგაზრდებს, რომლებიც გარეთ არიან გასული და საბჭოთა პროპაგანდა რო აქვს, ბრეჟნევის დროინდელი პროპაგანდა ჩართული, რომ გარეთ 5 კაცი დგას, არაფერი არ ხდება, ეს რა არის მოვერევით და იგივე ის ალბათ ბიძინა ივანიშვილსაც ეუბნებიან. ვიცნობ მე ამ ხალხს, ვიცი ესენი რა ტიპაჟებიც არიან, რომ არაფერი არ ხდება. მე რა არ ხდება 31 დეკემბერს რამდენი 1000 ახალგაზრდა იყო რუსთაველის პროსპექტზე და არა მარტო ახალგაზრდა გასული. მეც გეტყვით მანამდე უნდა ჩასულიყვნენ ამ ახალგაზრდებთან ქართული ოცნების ლიდერები დალაპარაკებოდნენ მოესმინათ როგორ შეიძლება რომ აი ამდენად ახალგაზრდას ეუბნებოდე რომ შენ ხარ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი. ეს არის შეცდომა რომელიც მე ძალიან დიდ უსკულს აჩენს ქართულიდან სხვა არის და როდესაც ლიდერი ჩადის და ახალგაზრდებს უშუალოდ ელაპარაკება მე შემიძლია დიახ მე მივიდოდი მაგალითად რომ ყოფილიყავი ქართული ოცნების ლიდერებს შორის მივიდოდი და დაველაპარაკებოდი რა თქმა უნდა აბა რა და სხვათა შორის ისე რაც შეეხება დებატებს მე მაგალითად საჯაროდ გამოვთქვი სურვილი რომ მიმეღო დებატებში მონაწილეობა ბატონ კობახიძესთან თქვენი არხის დამეთანხმება ხელმძღვანელობა ამაში მაგრამ არ შედგა ეს რატო არ შედგა მე გაკეთდა კომენტარები რომ აი რაღაცა არ გამოჩნდა ხალხი ვისაც შეეძლო და არ ეშინოდა დებატის საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება განიხილეს ევროპარლამენტში. დებატების ფარგლებში ევროპელი დეპუტატების უმრავლესობამ აღნიშნა, რომ საქართველოს პროგრესირებადი დემოკრატიული დაღმასვლა შემაშფოთებელია. მათ გააკრიტიკეს ქართული ოცნება და ისაუბრეს დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიებზე. ქართულ ხალხს მხოლოდ ერთი რამ სურს არჩევნების ხელახლა ჩატარება დემოკრატიულ პირობებში და ეს უნდა მისცეთ მათ. ეს არის უფლება, რომლისთვისაც იბრძვიან. განაცხადა ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკი. საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა მთავრობას ევროპარლამენტარმა მაგნუს ბრუნერმაც. ქართული კოშმარის პარტიამ თავისი ყველა ვალდებულება მიატოვა. ქართველი ხალხი არ უნდა დავტოვოთ მათ წყალობაზე, ვისაც ევროპული გზა ეზიზღება. რეჟიმი აბუჩად იგდებს დემოკრატიას, აცხადებს რიჰარდ სკოლსი. პოლონელმა ევროპარლამენტარმა მალგოზატა გოშიევსკამ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა, რომ ორი თვეა საქართველოში ანტიდემოკრატიული ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელსაც ხელისუფლება სასტიკი რეპრესიებით პასუხობს. უნდა მოვითხოვოთ სანქციები ოლიგარქი ივანიშვილის წინააღმდეგ. საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის და პარლამენტის საერთაშორისო იზოლაცია, განაცხადა პოლონელმა ევროპარლამენტარმა. ევროპარლამენტში გამართული დებატები და კრიტიკული გზავნილები პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. ოპოზიცია ამბობს, რომ პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ თუ ხელისუფლების კურსი არ შეიცვლება, ქართული ოცნება კიდევ უფრო მძიმე იზოლაციაში მოექცევა. მათივე თქმით, არაერთი ევროდეპუტატის მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოს დემოკრატიულ გზას გადაუხვია. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საერთაშორისო რეიტინგებში ყველა პარამეტრით მოწინავე პოზიციაზე არიან. დეპუტატების განცხადებებს უნდობლობას უცხადებენ ქართულ ოცნებაში. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველო ყველა პარამეტრით მოწინავე პოზიციაზე იმყოფება.
ჩვენი პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით არის ძალიან მარტივი. თუ ვინმეს აქვს რეალურად სურვილი რომ საქმეში გაერკვეს და ნამდვილად სწორი წარმოდგენა ჰქონდეს საქართველოს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, შეუძლია ჩახედონ ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს, სტრასბურგის სასამართლოს და ნახოს რა გადაწყვეტილებები აქვს მიღებული ამ სასამართლოს საქართველოსთან დაკავშირებით. ჩახედოს ძალიან ბევრ საერთაშორისო ინდექსს და ნახოს თუ სად არის საქართველოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის მიმართულებით და რაც თავარია ჩახედოს ევროკომისიის ანგარიშს, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდა და ნახოს სად არის საქართველოს თითოეული მიმართულებით, რომელიც რაც ეხება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზას. მაკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა საქართველოში, NDI-ის ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლორა თორტონმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სექსუალური მოძალადე და დამნაშავე უწოდა. თორტონმა დონალდ ტრამპის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში ერთ-ერთ პოსტზე კომენტარის სახით დაწერა. მესმის, რომ საქართველოს ინტერესებშია ქართული დემოკრატიის წარმოჩენა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ის სექსუალური მოძალადე და დამნაშავეა. ამიტომ ჩვენგან ბევრს, როგორც ქართველები იტყვიან, ყურს გვჭრის. ჩვენი ქართველი მეგობრებისგან ტრამპის ასეთი ქებადიდება და პირფერობა, წერს თორტონი. როდესაც მარკო რუბიო ლაპარაკობს ამ თემებზე, რომ ეროვნული ინტერესები, სუვერენიტეტი და ასეთი საკითხები წინ უნდა წამოწიონ, ერებმა ამას კრიტიკის გარეშე ის ხალხი ვერ ჩაუვლის და ელუჭრის როლი აქ როგორც ჩანს ლორას შეასრულებინეს და დაავალეს, რომ იქნებ შენ იყო პიონერი ამ საკითხში, რომ დარტყმა მიაყენო ტრამპს და ხა მაგრად დაინტერესებს იქიდან ტრამპს ლორას საკითხები. ჩვენი წარსულში ცნობილი კრიტიკოსის არ იყოს, ალბათ ძალიან კარგად ხვდები. შესაბამისად ამისა, მსოფლიო დღის წესრიგი იცვლება და საბედნიეროდ ჩვენ ვხედავთ ისეთი საკითხების პრიორიტეტულობას, რომელიც გვაწყობს მონებრივად. ამის უკან რა შეიძლება იყოს? ამას ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა კიდევ უფრო კარგად გამოაჩენს კვირების თუ თვეების შემდეგ და ბევრი საკითხი უფრო თვალნათელი გახდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის მესიჯები, რაც მათი მხრიდან ახლა ხმოვანდება ქართულ სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყანას ძალიან აწყობს. ხვალ რა იქნება შევხედოთ და წარმატება ვუსურვოთ Deep State-თან ბრძოლაში მოქმედ ადმინისტრაციას. რუსეთ-უკრაინის ომზე ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა დონალდ ტრამპის განმარტებით, თუ ვლადიმერ პუტინი უარს იტყვის უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებზე, ამ შემთხვევაში მას მოუწევს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს. ტრამპმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მზადაა პუტინსა და ზელენსკისთან შესახვედრად, როცა ისინი მოისურვებენ. ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააყენა ეჭქვეშ უკრაინაში ომის მსხვერპლთა ოფიციალური რაოდენობა. Wall Street Journal კი წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სპეციალურ წარმომადგენელს კიტ კელოგს უკრაინის ომის 100 დღეში დასრულება დაავალა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიზანია უკრაინაში ომის დასრულება ისე, რომ რამდენიმე წელიწადში ახალი ომი არ დაიწყოს. კონფლიქტი უნდა დასრულდეს და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა მიზნად ისახავს მის დასრულებას. ჩვენ გვსურს გავაკეთოთ შეძლების დაგვარად ყველაფერი, რათა დავეხმაროთ მის დასრულებაში, განაცხადა მარკო რუბიომ. ვოლოდიმირ ზელენსკი კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა არასოდეს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიებად, თუნდაც მისი ყველა მოკავშირე ამის მომხრე იყოს. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებას არ აქვს უფლება დათმოს ის მიწები, რომლისთვისაც უკრაინელები დაიღუპნენ. ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა. ამის თაობაზე უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ პლატფორმაზე დაწერა. მისი ცნობით, ისრაელის პრეზიდენტთან იცხაკ ჰერცოგთან შეხვედრაზე უკრაინასა და ისრაელს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. უკრაინა მოხარულია, რომ მძევლები სახლში ბრუნდებიან. ჩვენი საუბრის მთავარ თემებს შორის იყო საერთო გამოწვევები, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა და უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მიღწევის გზები, წერს ზელენსკი.
ბრიუსელის მიერ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა ევროპული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა გაანადგურა. ამის თაობაზე ვიქტორ ორბანმა ისაუბრა. სანქციებმა უკრაინაში ომი ვერ დაასრულა და რუსეთის ეკონომიკა ვერ დაანგრია. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ახლა სულილებების დრო დადგა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა ევროპის თავდაცვის სააგენტოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირი თავდაცვაზე საკმარის თანხას არ ხარჯავს. პრეზიდენტი ტრამპი მართალია, როცა ამბობს, რომ ჩვენ თავდაცვაზე საკმარის არ ვხარჯავთ. ინვესტირების დროა. ჩვენი გზავნილი უნდა იყოს ის, რომ საერთო ევროპული თავდაცვის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება სერიოზულია, განაცხადა კაია კალასმა. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტაბილური ურთიერთობის დამყარებაზე საუბრობს. მისი თქმით, ტრანსატლანტიკური ურთიერთობები გერმანიასა და ევროპისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ გერმანიაში დემოკრატიის განვითარებისთვის. ნატო კი ჩვენი უსაფრთხოების გარანტია. ამიტომ ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტაბილური ურთიერთობა გვჭირდება, განაცხადა შოლცმა.